მოგესალმებით, ეს არის კლუბი ნომერი 4. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კლუბში. ეხლა წარმოიდგინე ილიას რეზიუმე. ვოლკანოვსკი, ჰოლოვეი, ოლივეირა, მახაჩევი. ამიტომ ეს არის ყველაზე ლოგიკური ნაბიჯი და მით უმეტეს ჩვენ ხო ვისწავლეთ ის რომ ილია რასაც ამბობს, მე ასრულებს და მაიკლ ჩენდლერი, რომელსაც დამთავრებული აქვს TSU და პედი ბიბლები, რომელიც ეხლა სწავლობს გაუში. მოგესალმებით ქალბატონო ბატონებო, კარგად იცით რომ ჩვენი პოდკასტის სპონსორი არის Ford dealer-ი, რომელიც უზრუნველყოფს თქვენთვის ავტომობილების ჩამოყვანას ამერიკიდან. ჩვენი მაყურებლისთვის გვაქვს ასეთი კარგი ამბავი. პრომო კოდით კლუბი DZ4 თქვენ შეძლებთ $300 ფასდაკლების მიღებას Ford dealer-ის ნებისმიერ სახის მომსახურებაზე. ასე რომ თუ გადაწყვეტთ მანქანის ჩამოყვანას ამერიკიდან, შეგიძლიათ პრომო კოდში მივდიდოთ კლუბი DZ4 და მიიღოთ $300 ფასდაკლება. ზურა რამხელამბები თორთ, ჰა? რამხელა და რამდენი? რამხელა და რამდენი, კი ბატონო, ხარისხი, რაოდენობა, ყველაფერი ერთად არის და პირველ რიგში უნდა დავიწყოთ მე მგონი დიეგო ლოპესის ინტერვიუთი რატო გეტყვი, იმიტომ რომ ძალიან ლოგიკური შეკითხვა იყო, რომ კაცო ვოლკანოვსკი ორჯერ ავიდა და კამარი არ დაუთმია, კონორი ავიდა და კამარი არ დაუთმია, GSP ავიდა და არა, GSP-ს მე მგონი ეს კონდა რა ქვია, მიშვებული კონდა კამარი, მაგრამ ნუ ეს შეკითხვა და ლოგიკური იყო, რომ რა ილიას მოუწია ამ კამარის დათმობა და დიეგო ლოპეს კონდა არის ახლა ერთად საუბარი, სადაც პირდაპირ თქვა, რომ UFC-ს ეგზეკიუტივებმა, UFC-ს წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ ერთდროულად 2 წონის ჩემპიონობის ერა დამთავრდა. მორჩა, ესეთ რაღაც არ იქნება. შენ თუ გინდა რომ სხვა წონაში გააგრძელო კარიერა, ის წონა, სადაც კამარი ქონდა მოპოვებული, დაივიწყო. ილიას ფაქტიურად ამ ნაბიჯის გადადგმა მოუწია, ეგრე გამოდის, თორე რატომ უნდა თქვა უარი pay-per-view პროცენტებზე. მithumetes როდესაც პირდაპირ მახაჩევთან არ არის დაპირისპირება. ხო, შეიძლება იყოს, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ჩაინიშთა პირდაპირ მახაჩევთან, მაგრამ კამარზე უარი ხარ, რაღაცნაირი გამოხმაურება პოვა ამ ყველაფერმა, რომ რატო მიატოვა კამარი. ჩვენ რომ მოგშუო და ნერვები მაგიტო ხო არ მიუტოვები ამას თქო და რა ვიცი, რაღაც მიზეზი და მე პირველს ვიტყოდი იმას, რომ ილიას მე მგონი ძალიან ნათლად აქ ნათქვამი, რომ რაღაც არაპირებს რა 60 წლამდე ჩხუბს და არც 40 წლამდე და არც 37 წლამდე რა. სანამ ახალგაზრდაა და ეს სპორტი ახალგაზრდების სპორტია, აპირებს რომ ბოლომდე ესეთი კარგად გამოწუროს ის ლიმონი, რასაც ქვია მისი MMA-ის კარიერა. ეხლა სახელებით და მანიფაითებით featherweight და lightweight ვერც შეადარება. ხო, ანუ კაი, მოსარევლოები კარგი ბიჭი არის პრობლემა. და იქ რა ქვია, დანარჩენი ვინც იყო ორი გალახა. ხა დიეგო ლოპესი გადასარევი ბიჭია, მაგრამ კარგით ხო რა დიეგო ლოპესი. დიეგო ლოპეს ვნახავთ რა ბიჭიც ვოლკანოვსკი. აქ ეთყავს ჯასტინ გეიჯი, ისლამ მახაჩევი, დასტინ პორიე, ჩარლზ ოლივეირა. მარტო ეს 4 ადამიანი სათითაოდ დაუწყვიეთ ილია თოფურიას, ეს მინიმუმ 3 და 4 მილიონიანი ჩხუბები არის. ხო და ამ ყველაფერს დაუმატე ის რომ ეხა რამდენჯერ უნდა თქვას, ვერ ესა ცუდად ვიკლებ და ვწვალობ, ხო? ადამიანის ორგანიზმია ვიღაცა ადვილად იკლებს ძალიან. გიგა ჭიგაძე არის featherweight. გიგა ჭიგაძე და ილია თოფურია გვერდიგვეთ რომ დააყენო. გიგა ჭიგაძე ის არის რა, რო შეხედა მაღალი თასავთ კაცი არის და ილია ისეთი რაღაცა მასიური, ჩამჭდარი, ძლიერი, აი ტანკივით აღნაგობა აქვს, მაგრამ ვერ იტყვი ხა რომ ეს იმაზე მძიმეა. შესაბამისად უნდა დაუჯეროთ ადამიანს, ხო, ხა თუ იძახის რომ ის წონის კლების პროცესი რაც უწევს ილიას რომ ყოველი ჩხუბის წინ ჩაატაროს, ნუ აღარ უხირს რა, ეგ ერთი, მეორე დაუმატე ფინანსური ინტერესი, აი ამ მებრძოლებით, რაც ჩამოუთვალეთ და მესამე არის ისო
კარგი ჭუბია ილია თოფურია და დიეგო ლოპესი და კარგი ჭუბია ევლოევი და ილია თოფურია, მაგრამ აი დაფიქრდით რა, ანუ დივიზიონის ორი ლეგენდა გათიშეთ ესეთ. აი ხა ანუ დიეგო ლოპესი და ევლოევი გადასარევი ბიჭები, მაგრამ კაი დროსია. კი, ყველაფერი დანარჩენი უკვე ექსტრა არის. გაგეთიშათ თქვენს ბიძია, თქვენ დაგეფინიშნები და რაღაცა ეფექტურები ყოფილიყავით, მოგეწყვიტათ თავი რაღაცა გეკრათ, ეხა 7 decision-დან 3 რო სპლიტი გაქვს და 4 რო ის გაქვს unanimous decision-ი და რაღაც ეგრე არ ხდება. ეხა ილიამ წინ გაასვა ყველაფერს და ძალიან სულიც არის. ილიას ესეთი ის არის, მას ქონდა ჭუბები featherweight ვიცი რო ქონდა გას ვიცი რო ქონდა რა ჯობია თუ ილია შოულობს ასლარს ევლოევთან და დიეგო ლოპესთან ჭუბში რამდენს იშოვის ილია დასტინ პორიესთან და ჩარლზ ოლივეირსთან ჭუბში ორჯერ სამჯერ მეც თავისუფლად ხო და გაიგეთ ამ ადამიანის რა თქვენ კი არ გვხვდებათ სახეში და თქვენ კი არ გირტყავენ წიხლს კისერში ილიას ხვდება იქ ყველაფერი და რა ვიცი მე მგონი რომ ძალიან ლოგიკური გადაწყვეტილებაა კი მით უმეტეს ილიაზე კარგად მის ორგანიზმს ჩვენ არ ვიცნობ და მაგ კარგად იცის ახლა ილია რო იყოს ისეთი სტილის მებრძოლი რომელსაც აი ეს წონის უპირატესობა ძალიან მკაფიო ჭირდება ან თუნდაც ისეთი მძიმე მოჭიდავე რომელიც ჭიდაობაზე არ ჩამოკიდებული აი როგორც დაღესტნელები არიან მაგ შემთხვევაში მესმის არ ილიას აღნაგობა იმდენად ჩაფს წონის ამ ბავშვი უჭირს ეგ ბუნებრივია მაგრამ მისი სტილი ჩვენ ასაუბრები გვაქვს მის დაცვაზე იმდენად გამართული არის რომ ეს ზომის უპირატესობა უკეთესობას მიცემს ბევრად ილიას იმიტომ რომ იმაზე წარმოიდგინეთ ახლა რომ ილია რო ურტყავს რა შუება ხალხს და ახლა წარმოიდგინეთ ცოტათი მძიმე ილია რო ადამიანს დაარტყავს ამიტომ ისტორიული თვალსაზრისითაც ილიას ეს ნაბიჯი ძალიან ახლოს იქნება ის კონორი ხაბიბის დაპირისპირებასთან როდესაც ილია მახაჩევი დაეჯახება ერთმანეთს და ილიას აქვს თავიდანვე ესეთი მკაფიო ამბიცია რომ მას არ უნდა რომ იყოს ერთი რიგითი ჩემპიონი მას უნდა იყოს რომ ერთ-ერთი მაინც თუ არა საუკეთესო ვარსკვლავი MMA-ის და UFC-ის ამიტომ ეს არის ყველაზე ლოგიკური ნაბიჯი და მით უმეტეს ჩვენ ხო ვისწავლეთ ის რომ ილია რასაც ამბობს მე ასრულებს და აქედან გამომდინარე დიდი რისკი არის თუმცა ჩემი აზრით ლოგიკურიც გასათვალისწინებელია ერთი რამ რომ ილიას მილი არის გრეპლერი. ილიას ისტორია არის შემდეგი. ის ჭიდაობდა ბერძნულ რომაულს, მერე ჭიდაობდა ჯიუ-ჯიტსუს და შემდეგ ისწავლა დარტყმა. ილიას ბაზა მაშინ როცა აი ბავშვი ისრუტავს ყველაფერს. ეს იყო ტატამი. ეს იყო გდებები, ეს იყო პარტერი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შესაბამისად ილიას აქვს ბევრად მეტი ჭიდაობა. ვიდრე საჭიროა რომ თავი დაიცვა ჭიდაობისგან. რაღაცა ყველა თვალს ხუჭავს და ავიწყდებათ მახაჩევი ვოლკანოვსკის პირველი ჭუბი. რა უკნა მახაჩევმა? ან მეორეში რამე ჩაგრავდა ჭიდაობაში? ვოლკანოვსკის. ვერაფერს საერთოდ ანუ ზურგიც აუღო, ტეიქდაუნის გაუკეთა, ყველგან წამოუდგა, ყველგან თავი დაიცვა. და როგორ დაასრულა პირველი ბრძოლა რომელი ჟაკ-კლოდ ვან დამი მახაჩევი ნახეთ ეხა რომ ფეხებით თიშოს ვიღაცები ხო ჭკვიანურად კარგად დაუტვირთა დისტანციაზე წელი დაუტვირთა ტანი დაუტვირთა მე ავიდა გათიშა ოჩახ ბრავო მაგაში არა აჯობა მახაჩევმა ვოლკანოვსკის ჭიდაობაში ილია ვოლკანოვსკიზე დიდიც არის ფიზიკურად დააყენეთ ახლა მაღალია უფრო ჯანზეა და ჭიდაობა კეთება ილია რო ტატამზე კოტრიალობდა მახაჩევი იმაზე რა ქვია რაგბის ბურთით დარბობდა სადღაც რა ანუ 5 ჯერ უფრო კარგად ჭიდაობს ილია ასე რომ ეგ ნუ გავიწყდებათ როცა საუბრობთ ესე იგი ლოგიკად მიყვავს იქამდე რომ ესე იგი თქვა პარტერს ვანეიტრალებთ ცოტა და დგომში უბრალოდ კრივი რო ვაჭყობთ ეხა ილიას თოფურიას ჩავაცვათ ხელთათმანები კრივის აქეთ ისლამი დავაყენოთ და კრივი იჭუბეთ რო უთხრათ რა მოხდება თქვენი აზრით აი გულზე ხელი დაიდეთ რა მოხდება მე ვიცი მაგრამ კომენტარებში შეგიძლია დაწეროთ რა მოხდება რა ვიცი რა გათიშავს ილია აუცილებლად ხო და მახაჩევს აქვს უპირატესობა გამოცდილებაში. მახაჩევი არის უმაგრესი სპორტსმენი, მახაჩევი არ დაუშვებს
არც ერთ ბავშვურ რაღაც შეცდომას მახაჩევი მოემზადება, მაგრამ უმაგრესი ბიჭი არის, რასაო მე ისლამის მიმართ ძალიან პოზიტიურად ვარ განწყობილი, აი საერთოდ არავითარი ნეგატიური განცდები არ გამაჩნია მაგ ადამიანის მიმართ რა. უბრალოდ ფურსელზე რაც გვაქვს და საერთოდ რა მოხდება ეგ მარტო მაღალ ღმერთმა იცის და მე უბრალოდ ფურსელზე რაც წერია, რაც ისტორია მგვაჩვენა, აქედან გამომდინარე ვსაუბრობ. ვოლკანოვსკი ჭიდაობაში ვერ დაჩაგრა. ვერც პირველში არც მეორე მიდიოდა ისე რომ მაინდა-მაინც ჭყლიტავდა ჭიდაობაში, არაფერი ეგეთი საერთოდ არ იყო. მეორეში ნუ ფეხი მოარტყა თავში და გათიშა ერთი კვირით ადრე გააგებინეს ვოლკანოვსკის ჩხუბი ქონდა და ესეც ფული მიცეს დახამდა და შევარდა ბუდიში და გოიმურად მოიქცა რა ვაიმეო აგერ გათამამებული იყო ხო გათამამებული იყო პირველი ჩხუბით და აბუდაბიში ჩახტა აბუდაბიში იყო მეორე ჩხუბი კი პირველი ავსტრალიაში იყო პირველი ავსტრალია იყო ოკეი პირველი ავსტრალია იყო და წარმოედგინეთ ავსტრალიიდან რა გადაუხადეს ავით 1-2 მილიონი მიცეს ეთყობა და აი იყო მეცავე 2-3 მილიონი ჩამირიცხეთ და მახაჩევმა კი არა განუმდა მარტყას თუ გინდა თუ გადავრჩები და ზუსტად ეგ მოხდა რა მაგრამ როცა ორივეს მომზადებული იყვნენ როცა ის იყო რაღაცნაირი მდგომარეობა იყო ვითარება ხო დასრულდა იმით რომ ზევით იყო გრეპლინგ პოზიციაზე ვოლკანოვსკი და მახაჩევი და ვოლკანოვსკი ედგა თავზე და ურტყავდა და რა ვიცი ხა თქვენ თუ ეგ არ გახსოვთ და მაგის გახსენება არ გინდათ და რადგან ხა იმან წიხლი გაარტყა თავში მაგიტომ 25 წუთი გინდა ჩხუბის დაივიწყოთ ეგ ეგრე არ ხდება თან მით უმეტეს მან კარგად ჩანს რომ ერთ-ერთ ინტერვიუში აქ მაგას რა თქმა რომ აი როდესაც ვოლკანოვსკიზე გაიგო რომ უკვე მეორე ბრძოლა ვოლკანოვსკი შედგებოდა ფოკუსირება არ გააკეთეს ჭიდაობაზე, იმიტომ რომ ნახეს რაც იყო და აი ამ სეტაპს ამზადებდნენ მთელი კემპის განმავლობაში. მთელი კემპი კი იყო მოკლე ერთკვირიანი, თუმცა გათვლა ის ჰქონდათ რომ მოდი ამასთან ჭიდაობაში დამღლელი არის ისედაც და ფაქტია რომ დაბალ ცოტა ჩამჯდარ ტიპთან ჭიდაობა რომელმაც ცოტა კარგად იცის ჭიდაობა ვიდრე მის ყოფილი ოპონენტები უჭირს მახაჩევს შესაბამისად გაუთვალეს ეს მაგრამ სტრაიკინგში ესეთი რაღაცა თუ გაამართლა ვთქვათ ვოლკანოვსკისთან რომელმაც ერთი კვირით ადრე დათანხმდა ბრძოლას ილიასთან ასეთი ფლეში დარტყმის გატარება ძალიან რთული იქნება მით უმეტეს მახაჩევისგან რიჩის გამოყენებას ჭირდება უმაღლესი დონის დისტანციის შეგრძნება ანუ ეს მაიკ ტაისონი რატო თიშავდა ყველას საერთოდ იმიტომ რომ როცა დაბალი მოკლე რიჩიანი მეტოქე ამცირებს დისტანციას და ის არის გრძელხელებიანი ტიპი და უწევს რომ აი აქ იჭხუბოს და არა ეს უპირიქით არის უპირატესობა იმიტომ რომ ეს კომფორტულად არის იქ და ამას უწევს რომ სულ კანაფეხზე იყოს და ეს თავისი გრძელი ხელები ჩაატიოს ამ დისტანციაში ილია არის ამის მასტერი, იმიტომ რომ ყოველთვის თავზე დიდებს ეჭყურება ხა ილიაზე ერთი ვოლკი იყო ხო რომ რეალურად ჰერბერტი კი არ არის ესეთი ელიტარული მებრძოლი მაგრამ ზომაწონა ისლამი არის ჩათვალე ჰერბერტი უდიდესი არის და ხა ჭიდაობა და ის ბუნებრივი არის ის მაგრამ ჰერბერტი ძალიან მაღალი კლასის სტრაიკერი არის და ფეხებს მაროს მაგრა კი ბატონო უბრალოდ MMA-ის მებრძოლს ვერ დავარქმევ რომ მაგას ხელს და ფეხსაც ურტყავს გადასარევად უბრალოდ MMA-ში ეს ყველაფერი თუ შეკრული არ გაქვს ტყუილი არა აზრი არ აქვს და თვითონ ჩარჩო რო აიღო ცოტა თხელი არის ჰერბერტი თორე რიჩი და ის რა ვიცი ჰერბერტი დიდი სხვაობა არის რამდენიმე სანტიმეტრით უფრო მაღალიც არის მახაჩევს სიმაღლეში უკიდურესობა შეიძლება ეგ ერთი და მეორე არის ის რომ ჯაი ჰერბერტთან რო იჭხუბა ილია თოფურია და მაქს ჰოლოუეისთან რო იჭხუბა ილია თოფურია ორი სხვა ილია თოფურია ეგ არ დაიჯეროთ რომ ეხა ის ილია თოფურია ჰოლოუეისა და ვოლკანოვსკის შორისაც ძალიან დიდი სხვაობა იყო უკვე და აი ჰოლოუეისა და უკვე ჩემპიონი ილია რომელიც ესე მკაფიოთ თან რეალურად თამაშა ძალიან მაღლა აწია დანამ კი ამბობდა აქამდე რომ არ მინდა ეს ჩემპიონები რა დია მაგრამ ყავ აგერ 2 წლის წინ ვოლკანოვსკი რომელმაც ორჯერ წააგო ბრძოლა და ისევ ჩემპიონი იყო და ყავს აქ მებრძოლი ხო აქ ყავს მებრძოლი რომელსაც არაფერი არ წაუგე ჩემპიონი აღარ არის მხოლოდ იმის გამო რომ უნდა რომ მეტი გარისკოს რომ მეტი წარმატება მიიწეროს არა მე მაინც გონია როგორც მივხვდი და დიეგო ლოპესის ინტერვიუ მე ყველაფერი დაალაგა ეს იყო UFC-ს
აი ესეთი ნათქვამი რომ ვერაილია, ვერ ვიზავთ მაგას. მოკლედ მორჩა ეგერა დამთავრდა ერთდროულად. არ აწყობთ რა ერთდროულად ორი დივიზიონი, იმიტომ რომ გაჩხერილი არის დივიზიონი, აქეთ ყავს ორ დივიზიონს ყავს ერთი ჩემპიონი და პროცესები ვერ მიდის წესიერად რა. ამიტომ თუ გინდა მეორეში გადმოდი და ტექნიკურად ხო გეთვლება ეხა კამარი ვინც ვისაართვა ილია არავის არ წაურთმევია ილიასთვის კამარი და ეხა სადღაც UFC-ს რომელიღაცა დოკუმენტში რა ეწერება რომ ერთდროულად იყო თუ ნახევარდროულად იყო მაგას ნუ რა აზრი აქვს რა თავარი არის ის რომ ილია თოფურია აწი აპირებს რომ იყოს 70 კილოგრამის მებრძოლი და მისი კარიერა თუ იცი, მისი ამოცანები, მისი მიზანი თუ იცი, ეს აბსოლუტურად ლოგიკურია რა. იმიტომ არ არის რა მაშინ featherweight-ში არ არის ვარსკვლავური ჭხუბები, არ არის money fight-ები. ილია ვარსკვლავი არის. ვინც იყო უკვე დაამარცხა და აღარ დარჩა არა. ხვდებით მე კი არ რაღაცა ნაკლები და მეტიაზე კი არ საუბრობ. ტიპაჟები არსებობენ რა. რომ აი კონორ მაკგრეგორი ვარსკვლავი არის. ილია თოფურია ვარსკვლავი არის. აი არიან ეგეთი ტიპები რა, არ ვიცი. მაგალითად GSP ცოტა ისეთი ცოტა სხვა პერსონაჟია, ხო? ის არ არის რომ საუბრობდა, რომ რაღაც იყიდეთ ჩემი რაღაც ვისკი თუ რა ვიცი რაც იქნებოდა, ხო? I'm not excited by your performance. I'm not excited to რაღაც ეგეთი ტიპი, ხო? და არის ხაბიბიც ეგ ადამიანია, ხაბიბი კი გავარსკვლავდა კონორის დამსახურებით, მაგრამ ილია ვარსკვლავი არის, სანტიაგო ბერნაბეუზე გამოდის კამრით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და საწოდაობა ილიასნაირი მატერიალი რომ იმასთან რა ქვია უნიშნელოვანეს ჭუბობს მოუსარევლოებთან და დიეგო ლოპესთან რომლის შესახებ ვიცით მე შენ თორნიკემ და ჩვენმა მაყურებელმა მარტო და იქითკენ არიან ადამიანები ხო ჩარლზ ოლივეირა და ლაიტვეიტს ახასიათებს ვინც კიდე ჩენდლერი იყოს ანუ არ ეხა ბევრად პოპულარული დივიზიონია. იქ მოჭხუბარი ხალხი არის დრუდობერი რო დრუდობერია, ის არის რაღაც ამერიკელების ერთ-ერთი საყვარელი ესეთი სახასიათო ტიპი არის რა, ჩვენიანიაო ამბობენ და ერთი სიტყვით რა, ძალიან ლოგიკურია ილიას გადაწყვეტილება და ჩვენ აქ უნდა ხაზი გავუსვათ იმას, რომ რამხელა მნიშვნელობა აქვს წონის კლებას და რამხელა მნიშვნელობა იმას რომ როცა ილიას მეტოქეები ლოცვით დააფიქსირებენ წონას როცა სასწორთან მივლენ ესეთ ატეკებიან და 70 კილოგრამი და ჩამოვლენ ამ დროს ილია იქნება ესე კრედიტი გადასარევად როცა ილიას მეტოქეები დაიტანჯებიან წონის კლებით ილია ამ დროს ძალიან მსუბუქად ჩაივლის აი ამ პროცედურებს ბევრად კარგად დაიძინებს ბევრად მეც შეჭამს ბევრად მაგარ ხასიათზე იქნება და ბევრად ჯანზე იქნება და ეს მოდის იმის სანაცვლოდ რომ ნუ კი მისი მეტოქეები ცოტა იქნებიან მაღლები ან ცოტა მძიმეები და უპირატესობაზე მაღალს და დაბალს შორის ვისაუბრეთ რა როცა შენ გაქვს ილიასნაირი უნარები რომ დისტანცია დაფარო და შენი კომფორტული დისტანციიდან იბრძოლო საერთოდ აღარ არის პლუსი ის რომ შენ გრძელი ხელები გაქვს აღარ არსებობს შენ დისტანციის გამოყენება რო შეგიძლია ეს მაშინ ხარ ტაისონ ფიური მაშინ ხარ ვიცი პედრაზა და მაშინ ხარ ფლოიდ მეივეზერი და მაშინ ხარ ვიღაც და ეგეთი ხალხი UFC-ში 70 კილოგრამში არ ჭხუბობს რომ აი მართლა ეხა რომ 5 ინჩიანი რიჩ უპირატესობა რო აქვს ისე იცის და აი დასმული ყავს და არ უშვებს და ეგ არ არის ისლამ ახაჩევი ეგ კი მით უმეტეს თან ახასიათებს რომ ეხა როდესაც მოკლე რიჩიანი შენ ბოქსში შემოვა შენ სივრცეში გასაგებია რომ შესაძლებელია უკანა ფეხზე სიარულის დროს ერთი დარტყმა აიცვა მაგრამ ილია არ არის მებრძოლი რომელიც ერთს უშვებს იქ სადაც ერთს გაუშვებს მიაყოლებს 4-ს და 4-დან ერთის არ გაშვება და მით უმეტეს ის ერთი გაშვებული რამდენს ნიშნავს ვიცით ილიას დარტყმა
რომ აი მან ბევრი კითხვის ნიშნები ჩნდება. და დისტანციურ ტიპებთან ერთი მინუსი, რომელიც ნუ გამოასწორა რა ნახეთ რა, მაქსის ჰაიკიკები. ეს იყო ფეხის ზედა დარტყმა, სადაც ილიას ორჯერა გატარებული ერთხელ UFC-მდე, არ მახსოვს იმ ბიჭის სახელი, დაანოკდაუტა და მეორეჯერ ჰერბერტთან რა. მაგრამ ეხა ეს იმდენად ნათელი იყო, რომ ამაზე იმუშავეს თოფურიების გუნდმა და მიიღეს ის შედეგი, რომ ნუ ფაქტია, რომ ჰოლუეი რა ეგ არიცოდა და რამდენი ჰაიკიკი და რამდენი ბუდიკიკი გაუშვა და ილიას ყოველ წამს მასზე პასუხი ჰქონდა და მინიმალური მახაჩევთან მით უმეტეს ისლამ ბევრად შენელებულ მახაჩევთან რომელსაც არ ექნება ბუნებრივი ასეთი სტრაფის ჰაიკიკი ჰაიკიკს აქვს идеალური კონტრები идеალური ჰაიკიკის ადამიანი რომელიც ფეხს ურტყავს ის სანამ უკან ფეხს და პირდაპირ გადის სწრაფად ეგრევე ხო თან როგორც კლასიკური ჰაიკიკი მაგალითად ფიზიელმა რო გაიწყვიტა დოსანიოსთან რასაკეთებდა რომ ტაიკვანდოში მაგალითად ხო როცა საყდენი ფეხი გიდგას და მეორე ფეხს ამ საყდენს დაატრიალებს რა მაგრამ MMA-ში იქიდან გამომდინარე რომ 1000 რამე შეიძლება მოხდეს ბევრი აკეთებს მაგას ამას არ ატრიალებს და მარტო ფეხით უწყავს და ეგრე გაიწყვიტა მუხლი იმიტომ რომ როცა თუ კლასიკურად ნამეცადინებ მავაში გერს და არტყავ მე იმის უკან დაბრუნებას ძალიან დიდი დრო უნდა რა იმის გადატენვას ძალიან დიდი დრო ჭირდება და ამ დროს ტეიქდაუნი ცხია პირდაპირი ცხია ჰუკი ცხია ყველაფერი და ამიტომ MMA-ში ეს ჰაიკიკი ეგრე არ მუშაობს როგორც რაღაცა თქვა კიკბოქსში მუშავებდა ან რაღაც ტაიკვანდოს ჩემპიონატზე ან ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო და ილიას მართლა ერთადერთი რომ აი პრობლემა აქვს რა რომ იფიქრებდი ეგ იყო რომ ორჯერ გაატარა ჰაიკიკი და ამაზე ძალიან კარგი პასუხი მივიღეთ. გადასარევი პასუხი მივიღეთ ილიასგან ნახეთ რომ მოემზადა ნათელია დისტანციას გსნობს და ჩვეულებრივად როგორც უნდა დაბლოკოს ჰაიკიკი ისე დაბლოკავს ხოლმე და კიდევ ერთხელ ღმერთმა იცის რა მოხდება ყველაფერი უფლის ხელშია უბრალოდ ფურცელზე რაც წერია იქიდან გამომდინარე და რას ნანახი გვაქვს იქიდან გამომდინარე რასაც ვжелობთ არ ვიცი მე ილიას შანსები ძალიან მაგრად მომწონს 70 კილოგრამში მით უმეტეს ილია ახ პოტენციურად წარმოძან წინ უსრეთმოვლენებს არ რომ წარმოვიდგინოთ დღე როდესაც ილიამ ეს შეუჩერებელი მახაჩევი დაამარცხა ლაითვეითის ჩემპიონი გახდა ხო უკვე ახალი ფურცელი არის MMA-ის სტარობის ანუ უკვე სხვა ლეველზე ხარ მაგრეგორის ამბავში მაგრეგორი შეიძლება ეგ პლუსი დაეწერა თუნდაც აი ხაბიბის ესეთი მძიმე მოჭიდავი დომინანტი მაგრამ ხაბიბსა და მახაჩევს შორის მე სულ ვამბობ რომ ახლანდელ მახაჩევს ბევრად მეტი აქვს შედეგი ბევრად მეტი გაუკეთები ამ სპორტისთვის და ბევრად უფრო დომინანტი არის გამომდინარე იქიდან რომ მარტო ჭიდაობაზე არ არის დამოკიდებული და ძალიან თავისუფლად აგე სტრაიკინგში რას უკეთებდა თუნდაც ვოლკანოვსკიც რა უკნა გამოჩნდა ოლივიერას რა თქმა უნდა რომ ერთი ჰუკით დასვა ოლივიერა და ოლივიერა და ასაბმითან მეტი აფიო გამარჯვება უბრალოდ აქ იმდენად დიდია მახაჩევზე თითქოს უკვე იმდენად დიდი სტარია რომ მისი დამარცხება აი უკვე ესეთ ჩემპიონების პერიოდში რო გადადიხარო აი მისი დამარცხება ყველას წარმოვიდგინოთ მიაჩნია და მithumეტეს ეს პატარა ეხლა რეალურად ჩვენ კი ვამბობთ რომ პატარა არის ილია მაგრამ ეგ არ არის მაინც და მაინც დიდი პრობლემა ჩვენთვის თქო მაგრამ სინამდვილეში მაინც არის ფაქტორი რომ უპირატესობა ამით მახაჩევს აქვს იმიტომ რომ მინიმუმ 3-4 კილოთი მეტი მაინც იქნება ფიზიკურად 5-ით ჩემი აზრით და ჩვენ თუ რეალურად კიდევ ერთხელ შეიძლება მუშაობენ რომ ილია და ისლამი პირდაპირ ჩანიშნონ. შეიძლება მუშაობენ მაგაზე და მიაღწიონ მაგას, მაგრამ თუ მოხდა ისე რომ ჯერ კონტენდერის გავლა მოუწია და სულ ერთი ეს კონტენდერი ხა ის, რა ვიცი, დრუდობერი არ იქნება, გამროტი არ იქნება, ჯასტინ გეიჯი არ იქნება, ან იქნება ოლივეირა, ან იქნება პორიე, ან მახაჩევი. შემდეგ. მაგალითად მოუწია თქვა ჯერ ჩარლზ ოლივეირას მოგება და მე გავიდა და მოუგო ისლამ მახაჩევს. ეს იქნება რა იცი ის 2022 წლის 18 დეკემბერი თუ გახსოვთ ეს იყო როცა ლიონელ მესი გახდა მსოფლიოს ჩემპიონი და
აბსოლუტურად ყველას ჰქონდა შეგრძნება რომ ფეხბურთი დახურა. აი თამაში ხო გითამაშიათ GTA 6 ჯერა დროზე გამოვიდეს. რაღაცა რა Resident Evil, GTA, Medal of Honor დახუ მორჩა დამთავრდა რა. აი მესიზე გქონდა ეგ შეგრძნება რომ ამთავრა ხა მოიგო და ეს მივიდა და აი ჟალუზი ჩამოწია ფეხბურთზე თქვა რომ ყველაზე მაგარი ვარ და აუქნია ხელით წავიდა. ეხლა წარმოიდგინე ილიას რეზიუმე. რომ Volkanovski, Holloway, Oliveira, Makhachev. ან გეხოცები მიფასუხე, აი ამის მერე ვის უნდა ეჭხუბოს ილია თოფური. არავის. აზრით, ან მე ნერვიულობ მაგაზე, რომ ეხა ეს ორი ჭუბი თუ მოიგო, უბრალოდ აზრი აღარ აქვს. ანუ ეხა თუ ოლივეირას მოუგო და მერე მახაჩევს მოუგო, ჩვენ ილიას ვამთავრებთ. ჯონჯოსთან შეიძლება რომ გავიდეს, მაგრამ არ გავა. რეალურად აბსოლუტურად ისე რომ შევხედოთ, ილიამ შემდეგი მისი ორი ჭუბი 70 კილოგრამში თუ მოიგო და ეს იგივე რა დასტინ პორიე ისლამ მახაჩევი რა ნაკლები იქნება? მithuat ეს დასტინ პორიეს და მახაჩევის ბოლო ბრძოლა რა იყო? აი მახაჩევი ძალიან დაიტანჯა მაგ ბრძოლაში, აი პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ძლივს დაიჭირა ბოლოს აი ეს ფეხი რომ დაუქნია, მაგრა დააკტო რეალურად მანდ, მაგრამ არ იყო ის ახლა დასტინს რო ეჭხობს ილია და უცებ გათიშოს. ის არ არის ის დასტინი, რომ აი ვიღაცამ თქვას, რომ ამას მახაჩევმა ხომ მეორე რაუნდში გაგუგდა როგორც აი მაგალითად ხაბიბმა მარტივად მოუგო პორიეს მაშინ. მახაჩევს ძალიან გაუჭირდა პორიეს, იმიტომ რომ პორიე უფრო გამწარებული იყო, მაგრამ პორიეს რო შენ დამაჯერებლად მოუგო, ანუ თუნდაც ოლივიერას. უკვე ეგ ძალიან დიდი განაცხადია და მე წახვიდე და მახაჩევს მოუგო, საერთოდ. რა მოხდება გეტყვი მაგ შემთხვევაში? აი დაიმახსოვრეთ 2025 წელი 22 თებერვალი და მე გეუბნებით, ეგ თუ იგრე მოხდა, ილია MMA-ის კარიერას დაასრულებს და კონორ მაკგრეგორს ეჭხუება კრივში 2-3 წელიწადში აიღებს 70-80 მილიონს და დაასრულებს კარიერას და ღმერთმა შეგარგოს ილია ეგ ყველაფერი. აი ეგრე მორჩება რა. თუ ილიამ შემდეგი ორი ჭუბი მოიგო, ღმერთმა კნას მოიგო, ჩვენ ილიას ოქტაგონზე არ ნახავთ. დამთავრდება მაგით, იმიტომ რომ აზრი აღარ ექნება. იგი ხუცები მითხარი ვის უნდა ეჭყოს. ერთი სახელი მითხარი. ვიღაცები ვიტყვენი გამროგიანსო ან ვიღაცა. ხო, ანუ კაი რა. ნუ ეხა იმას შეიძლება თქვას, რომ თქვათ აი მუღამად ჩაიდოსო 77-ში იჭყოს უბრალოდ. აი ეგ უკვე ხო რა, ეგ უკვე ის არის, ცოტა წაუთხრეშებს რატო, იცი რომ 3 წონა ქვემოთ. აი თქვა middleweight, light heavyweight და heavyweight შეიძლება დავაგდეს, მაგრამ აქ ძალიან დიდი სხვაობა. This is რო ხიპი არ კონდეს middleweight-ში იჭკუბებდა და იქ უკვე მაინც არის რა, იქ ზემოთ ის იმხელა წონებია, რომ იქ 5-10 კილო უკვე იქით მიდის რა და ქვემოთ აი ერთადერთი ეგ, მაგრამ არ იზავს მაგას. არ იზავს. ჩხუბობდა ჩიმაევი. ხო. ახლა სად ჩიმაევი ზომა ხო? ხო, მაგრამ არიან ველტერვეიტში აი გეტყვი რა. გილბერტ ბერნსი, ხო, არის ვიღაცა რა. ბევალი არ არის მონსტრი დიდი. უბრალოდ ხო. ხო, მაინც ანუ სპორტის ჩამოწერა. ეგრე მაშინ middleweight-ი ცა და მე მართლა ჯონჯონზე ჩხუბობს და იცი მაშინ ხვდები და რეალური რა ჯერ ერთი ხვდებით რა, ანუ ბენტემეიჯი აქ კაცნა ჩხუბარ. ეგეს უნდა გავიხსენოთ და მაგაშია საქმე, რომ ილია თუ გადააბა კონტენდერი და შემდეგ ისლამ მახაჩევი, მე ვეღარ ვხედავ ვერანაირ мотиваციას რომ მან კიდე იჭხუბოს. ეს იქნება კრივში უბრალოდ ხო აი როგორ მოესწრება რა, იმიტომ რომ ხა 40 წლის ფრალი კონორ მაკგრეგორის ხელთათმანებით გალახვა მეც ვარჯიშობ ერთი ორი და შეიძლება გავახო. როგორც ბოლო წუთს რო არაცადეს ჩემი აზრით აქ მაკგრეგორს აცდიან და ეს ილია გათიშობს, ილია კადრი იქნება ეს რეალურად ხო თვითონ ილიაც ამბობს რომ მაკგრეგორი ძალიან პატივცემა, იმიტომ რომ აი სხვა ლეველზე იყვანო UFC-ო, მაგრამ ეს თაობათა შორის ხვაობის თავარი ამსახველი, აი მამათა და შვილთა ომი იქნება, კონორ რო ძირს აგდია, აი ალის რო აქ ფორმატა, აი ეგეთი კადრი და სულ ჩამოკიდე და უყურებ თვითონ. უბრალოდ კონორ მაკგრეგორს სპორტული ღირებული
ღირებულება სამწუხაროდ აღარ აქვს და ხო რა ვიცი ხა ილია BKFC-ში ვერ იჭყუბებს და არ ვიცი შეიძლება თქვა კრივის crossover-ი იყოს და არ ვიცი რაიან გარსიასთან ან ვინმესთან მე ანუ იმის თქვა მინდა რომ ეხა თუ დასტინ პორიეს ან ჩარლზ ოლივეირას მოუგო ილიამ და მე მოუგო ისლამ ახაჩევს მე მგონია რომ ილია დაასრულებს მის კარიერას იმიტომ რომ უბრალოდ შეკითხვას აღარ ტოვებს ორი ყველაზე კონკურენტუნარიანი დივიზიონი დახურა ერთი დახურა მაქს ჰოლოვეით და ვოლკანოვსკით მეორე თქვათ ოლივეირათი და ისლამით მაგალითად ეს წინ არის კიდევ კარგი რომ ჩვენ ამის ნახვა მოგვიწევს ამის მონსტრები ვიქნებით უბრალოდ მე გულახდილად ხედავ ამ სცენარს რომ ილიამ შემდეგი ორი ჭუბის მოგების შემდეგ შეიძლება კიდე ერთი კრივში იჭუბოს გააკეთოს არაერთი ათეული მილიონი დოლარი და დაგვიქნიოს სერიოზული ნერვების ტესტი იქნება და ეხლა მე აქედან მახაჩევის კუთხიდან მინდა რომ შევხედო ამ ყველაფერს აი მახაჩემისთვის ეხლა რეალურად ეს ძალიან დიდი თავის ტკივილი დაალაგებული გაქვს ლაითვეიტში ილია რო ამბობს რომ ლაითვეიტში ამოვალ პრობლემა არის იმიტომ რომ ახლა უკვე გამზადებულია ლაითვეიტი იმისთვის რომ თქვა რომ მახაჩემმა დახურა და აქედან ბელათან ასვლა ნუ ბელალი არ იქნება თუ სხვა იქნება იქ რა მნიშვნელობა აქვს ასვლა მადალენა იჭხუბება აგერ თუნდაც უკვე მაგის ისტორიის გაგრძელება იყო რეალურად მახაჩევი და ილიას ჭხუბი ილიას ისტორიისთვის უფრო მიმაჩნია რო ხდება იმიტომ რომ აი მახაჩევზე მაინც შეიძლება ითქვას რომ აი კაი შენზე პატარა წონი ტიპს მოუქე ხო შეიძლება დააყვედრონ რაღაცა კი ბატონო მის აი ეგ სირთულე მახაჩევსაც რეალურად აქვს და ჩემი აზრით აქ მახაჩევი ფინანსურ ინტერესთან ერთად კი ბატონო არა ილია თუ უნდა ნახოს რეალური ინტერესი ამ კონტენტს როცა მოუგებს ილია მას დამთავრდება მორჩას უბრალოდ დამთავრდა ეგ საუბრები რომ ქვედა დივიზიონი და როგორც კი ილია კონტენტს დამარცხებს მან თავდება ერთი სიტყვით ძალიან საინტერესო და ისტორიული პერიოდი გოლის წინ და ძალიან კარგია რომ ჩვენი პოდკასტი და ჩვენი მაყურებელი ამ ყველაფრის ერთად მომსწრები ვიქნებით პირობას გაძლევთ რომ ჩვენ აქტიურად გავაშუქებთ ამ ყველაფერს ძალიან მინდა გთხოვოთ რომ არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა და თუ ვიდეოს გააზიარებთ და გაუზიარებთ თქვენს მეგობრებს ეს ხო საერთოდ ძალიან დიდი დახმარება იქნება თქვენის მხრიდან კლუბი ნომერი 4 უკვე 6000 გამომწერს გადაცდა ჩვენ არ ვცდილობთ რომ იმ ხალხს ვისაც არ აინტერესებს სპორტი რაღაც ხელოვნურად ავკრიფოთ საბსკრაიბერები ვინც დაინტერესებული ხართ MMA-ით, კრივით, თქვენთვის ესეთ საინტერესო კონტენტს უნდა ვაკეთებდეთ და ამიტომ გთხოვთ რომ გამოიწეროთ არხი ეს ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ქვებსუბუქწონას რომ დაუბრუნდეთ რეალურად ილიას წასვლით თან რაღაცა გულის რაღაცა ნაწილს გავხარდა რომ გაჩნდა შანსი იმის რომ ვოლკანოვსკი ისევ იყოს ჩემპიონი ქვებსუბუქი წონის და დაუპირისპირდება ძალიან საინტერესო ახალგაზრდა კონტენტერს ძალიან შიერს ძალიან აგრესიულს და ტალანტს. ნუ ახალი თაობის მებრძოლი არის ეგეც გრეპლინგით ძალიან მაღალი დონის აქვს, სტრაიკინგზე კრივის ბოლოს აიქ რო გაარტყა იმას ორტეგას. დიეგო ლოპეს და სხვათა შორის ეგეთი ფიქრი მაქვს და გაგიზიარებ რა. მე მგონი ვოლკანოვსკის გამოწურვა ხდება ეხლა რა. UFC ფიქრობს რომ რაჯობია რომ ელოეს უფრო ეკუთვნოდა არის თქმა უნდა რეალურად ეგრე აქვს მოუგო ელოემა დიეგო ლოპეს და მithumetes ხო ეგ ისტორია დაუმარცხებელია მოუგო აგერ ალჯოს მოუგო ქვედაწონის ჩემპიონს ამხელაკაც და ამ დროს წინ აყენებ დიეგო ლოპეს და ეს რატო შვებიან იცი რომ როცა ვარსკვლავი უბერდებათ ნეიდიას უპირებდნენ მაგას ხამზად ჩიმაევთ ახალგაზრდა იმასთან აჯახა ხო რა ეხა ფიქრობენ ესენი რა აი ვოლკი სადაც მიდის ჩვენ ეხა ვოლკმა თავისი იქნა დაიცვა კამარი ოჩახ ჯიგარი ხარ ვოლკი
გენაცვალე შენ, მაგრამ ეხა უნდათ რომ ბრაზილია, ხელა ბაზარი, ბრაზილიელი კომაგები, ბრაზილიაში MMA ფეხბურთის მეორე სპორტია. მithot ქარაქტერია რაღაცნაირი დიეგოც. და მოდი ეხა დიეგო ლოპეს გავათიშინოთ ვოლკანოვსკი. ეს უხასიათოთ არის ილიასთან უნდა დაჭხუბი მომენტუმი არ აქვს და ის კიდე უბერავს მოდის გიჟივით არის გაწყვიტა წელში ყველა. რეალურად ევლოევი რო დაიყენებინათ ვოლკანოვსკისთან ნახე რა მოხდებოდა შეიძლება ჭიდაობით ტემპით პრესინგით ევლოევს მოიგო ვოლკანოვსკის მარფლეში ვერ იქნება ვერ გათიშანდა ხო ანუ ვოლკანოვსკის კიდე ქვემოთ დაუვარდებოდა ფასი და მე ამის გათიშვა კიდე ქვემოთ დავარდნილი ვოლკანოვსკის გათიშვა უკვე მაგხლა ფასი არ იქნებოდა და ეხლა პირდაპირ ეს ჩხუბი მოკლედ აჩუქეს დიეგო ლოპესო მე წაძრე თავი და აცი შენ იქნების ბაო მე აგერ ლოითან გაჩხუბებთ რემაჩი იქნება და შესავსები არის მაგას მე რამდენჯერ აქ UFC-ს ეგეთი საშნელი რაღაცა გაკეთებული რომ მგლებს რომ მიგიგდებენ ეხა აი ყველა ვარიანტში ევლოევი ვოლკანოვსკი უნდა ჩანიშნულიყო დაუმარცხებელი ზედიზე დამდენი მოგება და კონკურენტად ვინ არის დიეგო ლოპესი რომელსაც მოუგე მეტი რა ქნას ხა იმ კაცმა მართლა ხა რა გააკეთოს ხა ხო ეგ არის რა რომ ვოლკანოვსკი არის აი კარგად ჩაწურილი ლიმონი რომელსაც დარჩა კიდე ერთი ჩაჭერა დარჩა და მოდი ეს წვენი ვის მივცეთ და დიეგო ლოპესო და დიეგო ლოპეს უნდა ჩააჭერინონ ხა ეს და მოისროლონ ეს და ვოლკანოვსკის ძალიან კარგი ისტორია იქნება თუ აი ყველა ხო აცნობიერებთ რომ ეს ამ თვითონ ვოლკანოვსკი მას დარწმუნებული ვარ იცის რის გამოც ხდება ეს აი ამ ყველაფრის ფონზე რო გაიმარჯვოს და აი ვსკოვ თქვას რომ ჩემპიონი გავხდით დავბრუნე ახლა კამარი და წავედი აქეთ აი იქნება კი ბატონო ოღონდ აი არ ხდება ეგრე რა ანუ როგორ დიეგო მათემატიკაში არ ხდება ჯერ უფრო დიდი ახალგაზრდა ბევრად სწრაფი ანუ გაიმეტეს დიეგო ლოპეს ვოლკანოვსკის გათიშავს აგერმე და ბევრად სწრაფი ბევრად დიდი ახალგაზრდა ჭიდაობის მაგას არ ეშინია მაგარი გრეპლერი რამის ევლოევი გაგუტა მაშინ დებიუტი შორტ ნოთისი იყო ევლოევი რასამ გაიმეტეს აგერ გაგუტა ფეხს რო უჭერდა რაღაცა დალომბარდებები და სახლის ჩადებები და დიეგო ლოპესის დადებები არ მაჩვენოთ მე ღმერთმა იცის რა მოხდება უბრალოდ მე მგონია რომ დიეგო ლოპესი ვოლკანოვსკის გათიშავს და ეგ ჩხუბი არა და UFC ორივე შემთხვევაში მოგებულია. ვოლკანოვსკი თუ მოიგო, აი მე შეიყოფე ხარ. აბა, ბიჭო, მაგიტომ არ ჩაგინიშნეთ ეს ჭუბი რომ მოგეგო, გამიგე. ეგენი სუ მოგებულები არიან. და აქეთ ახალი ვარსკვლავი იბადება. ხო, და აქეთ კიდე სინამდვილეში რა თქმა უნდა, ეხა რა უჩევნიათ 40 წლის ვოლკანოვსკი, რომელსაც ისედაც 1-2 ჭუბი აქვს დარჩენილი თუ აგერ ბრაზილია რამდენ მილიონიანი ქვეყანა და ამხელაეშ და ლოპესი და მიდი შებერე კაცო ლოპესთან ახალგაზრდა და თან აი რაღაცნაირად აი ეს ქარაქტერი აქვს რომ აი მებრძოლი ხასიათის ტიპია და თან აი ესეთი არ არის. დიდად ეხა საინტერესო და ვაიმე და უიმე არ არის, მაგრამ სტილი აქვს მაგარი რა. საბრძოლო სტილი აქვს რა ყველაფერი აქვს, გუდავს, ფეხს ურტყავს, თიშავს, ეხა მეტი რა სპიცვა და გათიშულ კაც ჰაერში აფიღიზებს. ხო, ჯერ თიშავს და მე ამოიძებს მეტი რა გააკეთოს და ხო და მოკლედ ეგეთ ჭუბებში UFC არის ყოველთვის მოგებული რა ეს მოიგებს და თვალს ჩაუკრავენ ანჯერიგან ხეო რა მაგარი ჭუბი მოგეწიდო ის მოიგებს და არაო ჩვენო ვიცოდით რომ ვოლკი მოიგებდა ერთი სიტყვით როგორც ყოველთვის კორპორაციები ესეთ რაღაცებს ხვალ თავენ ერთ-ერთი ბრძოლა ჩანიშნეს რომელსაც მე ჩემ მეგობარ ჩამოჩარე დავარქვი ესეთი რაღაც რომ IQ-ების დერბი IQ-ების დელა მადონინა ორი უჭკვიანეს მებრძოლი მაიკლ ჩენდლერი რომელსაც დამთავრებული აქვს TSU და პედი პიბლები რომელიც ეხლა სწავლობს გაუში
და ეს ორი დიდი ტვინი ერთმანეთს დაეჯახება და ნახოთ ძალიან ესეთი ჭადრაკი იქნება რა. ანუ აი ხო არის. ჩემი ასეთ სტილისტიკური ომი. ხო სტილისტიკური ომი იქნება, იმდენ ჩახლართული ძალიან ამის გარჩევას აი არ ვიცი ერთი თვე მოუნდები ალბათ. ჩვენ მაგას ვერ შევძლებთ, მაგრამ ჩვენ კომპეტენცია. მაინტერესებს გეტყვით რა მოხდება. პედი არის ჯერსეთი წაუგებელი სერია აქ UFC-ში არ დამარცხებულა. და UFC-ში არ დამარცხებულა, თორე ისე აქ წაგება. პირველი რაუნდი როცა ძალიან საშიშია ჩენდლერი და პედი ფერგიუსონს უფრთხოდა წარმოიდგინეს. პედი შვილობოთი დაკარტყა. აი მაგაც გაურბოდა და ეხა ჩენდლერი მაგასთან შედარებით ფეთქებადი ის არის სალტოებს აკეთებს ხო? პირველი ორი რაუნდი პედი იქნება ეს აი სადღაც ეყოლება წადიო იქით ესენი კარგი მოკლედ რაღაც საშინელ პირველ რაუნდს ვნახავთ სადაც ჩენდლერი წინ მიდის გიჟივით მაგრამ პედი აქვს ის უნარები რომ ეს შორს დატოვოს მეორე რაუნდში უკვე ჩენდლერი ესე იქნება და ნელ-ნელა პედი დაიწყებს თავის შეტევებს და ანუ რაღაც დაუჯერებელი მოსაწყენი 5 რაუნდიანი არა კოუმეინია ხო 5 იქნება 3 ალბათ არ მგონია არა კოუმეინი თუ შეიძლება 5 ხო მაგრამ აი პედი და იმით 5 რაუნდიან ბრძოლა ხო ნახოთ არის შანსი რომ ჩენდლერმა მოარტყას და გათიშოს რაც ახასიათებს მაინც და მაინც დიდი ყმა არა არა პედი პიმბლეთის კრივი არაფერში არ ჩდება ანუ უბრალოდ ნუ ის გორდორანი რომ იყო აი რამდენჯერ გაუტარა ხო არ ჩენდლერის კრივი არ ჩდება არაფერში და მაგიტო თორე ხა პედი ხელი არ იცის ხელს რო ურტყავს ანუ კრივი არ იცის ესე ჭკუს კაცი ანუ არა აქ დაცვა არა აქ თავს ვერ ამოძრავებს დისტანციას ვერ იგრძნობს უბრალოდ იცის აი შორს უნდა რომ იყოს და უცბად ტეიქდაუნი გაუკეთოს რა. ხო უბრალოდ აი ჩენდლერის ძალას მაგის ჭიდაობა არა შეიძლება მოარტყას ჩენდლერმა შეიძლება ჩაულებროთ პირველ რაუნდში ჭუბი დაიწყოს და ჩენდლერი ფეთგებადე შეუძლია დაუჭიროს რაღაცა ცოტა შეხედოს და მე ჰუკებს მოუწევს ჯების ვაგერა და ვერ გათიშავს საბოლოოდ მოკლე არა შეიძლება მოუგოს ზოგადად ეგ ბრძოლა ჩემთვის არის აი როგორი ბრძოლა იცი აი არც ერთი რო არიცი რას იზავს და საბოლოოდ რო შეიძლება საერთოდ არ ლოგიკური რაღაცა მოხდა. მე მგონია რომ პედი მოიგებს და ზოგადად სულ მაოცებს UFC-ს უნარი რომ პედის შეურჩიოს მისთვის სასურველი მეტოქი. აი გონია რომ ეხა გათავდება და აი მაინც აგებინებენ. პედის პროექტი ხო რა ვიცი ეს რაღაც ლივერპულერი სკაუნტზე და აქცენტით უბრალოდ რა არის იცი რომ აი რაღაცა პერიოდი UFC ამას აკეთებს ხოლმე მე ხვდება რომ ეს ტიპი მაინც და მაინც ახეთ საპროგრამო ტიპი არის ხო ესეთ პროექტი მე ცოტა უკვე უშვებს თავის გვას და აი ამ იმას პედის ათრევს აი ეს რა იყო გრინი ცხოვრებაში ერთხელ ვიყავი გრინის მხარეს და მანდაც ტეიქდაუნზე წავი აი აღარ შეიძლება არა და ფეხზე რას უშვებოდა აი თავისუფლად უგებდა ბაბუა ჩემს ხელა კაცო და არა, სხვათაშორის პედის მომატებული აქტუებში ეხა გამახსენდა გრინთან რაღაცები გაუტარა, მაგრამ ჯობნიდა გრინი, ჯობნიდა უბრალოდ ისე არა როგორც მე მეგონა. ერთი სიტყვით ამ ბრძოლაში რა უნდა მივიღოთ? ერთმა მოიგო ან მეორე მოიგო რა ამერ. ანუ უბრალოდ ვერ ხვდები რა, ანუ იმედია რომ ვაშკაცურად იჭუბებენ, იმედია რომ შოუს დადგავენ, იმედია რომ ის არ იქნება მე რაც მგონია, იმიტომ რომ ეს ჭუბი მაინც პედის ბილდაპის ნაწილი არის და არა ის რომ რა ქვია მაიკლ ჩენდლერს აძლევენ კონტენდერს რომელსაც თუ დაამარცხებ ისევ კამრის პრეტენზია დაგიბრუნდება. ხო ჩენდლერს რეალურად პოლისთვის ჭუბობს უკვე რაღა დარჩა მაგას. ხო არა ჩენდლერი რა თქმა უნდა მაგისთვის ჭუბობს და ნახოთ შეიძლება ძალიან ანუ 70% იქნება საშინელება საყურებლად და საერთოდ ყველაფრით და 30% იქნება რა ძალიან მხიარული ჭუბი. ძალიან დიდი მადლობა აქტიურობისთვის, თქვენი კომენტარები, თქვენი ლაიქები და თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, იმიტომ რომ
მეტი გვიყურებთ და რა ვიცი ნახევარზე მეც არ გაქვთ გამოწერილი და ნუ დაგეზარებათ დააჭირეთ წითელ subscribe-ს და გახადეთ ნაცრისფერი. მადლობა თქვენ, მადლობა ჩვენ გენერალურ სპონსორ Ford Dealer Auto Imports და შემდეგ შეხვედრამდე. ნახვამდის.